ჩვენი გადაცემის სტუმარია კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ვარდიშვილი. თქვენ კურირებთ რა საკითხებს სამინისტროში? ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხებს. კარგით, კულტურის სამინისტრო, ახალი კულტურის სამინისტრო, სამინისტრო ძველია. მინისტრი, ხელმძღვანელობა. სამინისტროს შემადგენლობა ახალი. ახალ პოლიტიკას უნდა წარმართავდეს. ჩვენ ვინც ვაპროტესტებით ვითარებას ქვეყანაში არ მოგწონდა კულტურის სამინისტროს პოლიტიკაც და ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა თუ რატო არ მოგწონდა არის ის ციფრები რომელიც გამოქვეყნდა ახლა თუ რაში იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული. ეს ჩემი აზრით კატასტროფულია უკვე, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებულ თემებზე და იმ თემაზე რომელიც მოსწონდა მინის ჯაზზე მაგალითად ასობით ათასი და მილიონზე მეტი ლარი იხარჯებოდა. მე ვიტყოდი რომ არა მხოლოდ და არა იმდენად მინის, რამდენადაც ცოტა უფრო მაღალ სააკაშვილის ჯაზი არ მისწონს მოკლედ პირდაპირ ვიცნობ მას. ჯაზი არ იყო აქ მთავარი პრობლემა, მე წამოვიღე რამდენიმე რიცხვები, გამოქვეყნდა ჯერჯერობით გამოქვეყნდა მხოლოდ 2012 წლის ნაწილი, თუმცა არსებობს 2011-2010 წლის მასალები და რა იკვეთება? იკვეთება რომ საქმე გქონდა, მოდი ასე გავყოთ რა, ორი თემა, ერთი არის მიზანშეწონილობა, უნდა დაიხარჯოს თუ არა ამ მიმართულებებზე სახელმწიფო ფული, რამდენი? და მეორე თემა არის ამდენი. პირველ თემაში რა თქმა უნდა დგება ის საკითხი, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და როგორი პროცედურებით. ეს უნდა იყოს დემოკრატიული პროცესი, უნდა იყოს ერთპიროვნული. წარსულში იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომელსაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, ეს ხდებოდა აბსოლუტურად ანტიდემოკრატიულად. ანუ მხოლოდ მინისტრი იღებდა გადაწყვეტილებას, ხო? ხშირ შემთხვევაში ხელის მომწერი იყო მინისტრი, მაგრამ ძირითადად თანხები მოდიოდა პრეზიდენტის ფონდიდან და შესაბამისად გასაგები ხდება, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას. თხოვნას ვინ აგზავნიდა? კულტურის სამინისტრო წარსულში ხშირად საბანკო ანგარიშის ფუნქციას ასრულებდა, მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ზევით. კულტურის სამინისტრო მაგალითად შარლ აზნაურის ჩამოყვანა და ახალციხეში აი კონცერტის გამართვა. ერთ შეხედვით ახალციხე როგორც ახალი ტურისტული წერტილი დასაპიარებელი იყო და მეორე შეხედვით სრულად გაუმართლებელია ჩემი აზრით აი ამ ხელა ფულის $1,350,000 ლარის დახარჯვა ამაზე. მე ვფიქრობ რომ გაუმართლებელია, თუმცა ამას დაჭირდება ალბათ სერიოზული დასკვნა, სადაც როგორც შეფასდება მიზანშეწონილობა სახელმწიფოსთვის, ასევე შეფასდება რამდენად ეფექტიანი იყო დახარჯულ ლარზე მიღებული შედეგი. სტრუქტურა როგორ იყო? აი სამართლებრივი მხარე რო განვიხილოთ ამ გადაწყვეტილებების. ვინ შემოდიოდა განაცხადით? გასაგებია რომ ეს მიშას იდეა იყო ეგრევე სპონტანური, რომ აი აქ ეს გავაკეთოთ, მაგრამ რაღაცნაირად ხო ფორმდებოდა და როგორ ფორმდებოდა? ტექნიკურად ეს ხდებოდა ასე რომ სამინისტროს არა მენეჯმენტი, არამედ ქვედარგოლი იღებდა სიტყვიერ მითითებას, რომ წარმოადგინეთ პროექტი მოხსენებითი ბარათის სახით. დავუშვათ რაღაც კონცერტზე, ხო? ხო. აბსოლუტურად არადეტალური ბიუჯეტით, რაღაც გამსხვილებული თანხებით და ტექნიკურად ეს მოხსენებითი ბარათი ბრწყალებში პროექტი დავარქვათ. ხშირ შემთხვევაში ნახევარი დღის განმავლობაში გაევლიდა ყველა ინსტანციას, იქნებოდა მოწონებული. მაგალითად მე რომ ოქტომბრის ბოლოს მივედი სამინისტროში, დამხვდა 25 ოქტომბრის დათარიღებული ერთ დღეში გაფორმებული ხელშეკრულება, პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მიღება ჩაბარების აქტიც იმავე დღის ერთ დღეში გაკეთებული და დაახლოებით 400,000 ლარის კონტრაქტი იყო, რომელიც როგორ შეიძლება მიუსწარეთ და გავაჩერეთ. მიღება ჩაბარების აქტი ერთ დღეში შეასრულეს. საუბარი იყო ისეთი ვიდეო ნაწარმოების შეძენაზე, რომელიც კაი ხნის წინ უკვე იყო დამზადებული, ტრიალებდა ტელევიზიებშიც. ფილმზე ხო რაღაც? არა, მოდით არ დავაკონკრეტებ, უბრალოდ საუბარი არის, რომ მიღება ჩაბარების აქტში იყო დისკი, ანუ არანაირი ინტელექტუალური საკუთრება, არანაირი უფლებები, უბრალოდ დისკი. ხელშეკრულება შეაწერა? უნდა ეყიდა ხელშეკრულებაში ეწერა და მიღება ჩაბარების აქტშიც, რომ საუბარი არის დისკზე. და რა ხდებოდა, რომ კლიპი. არა, თემატურად რა ხდებოდა ის არ წერილი იყო, მაგრამ საუბარი იმაზე არის, რომ პრეზიდენტის ფონდიდან 400,000 ლარამდე გადმოირიცხა იმისათვის, რომ კულტურის სამინისტროს შეეძინა დისკი, რომელზეც კლიპი იყო 30 წამიანი ჩაწერილი, რომელიც უკვე თვეების განმავლობაში ისედაც ტრიალებდა, ანუ რას ყიდულობდა ამ შემთხვევაში სახელმწიფო, გაუგებარი იყო. ამ შემთხვევაში თვითონ დამამზადებელთან კლიპის არანაირი პრობლემა არ არსებობდა, გავწყვიტეთ ხელშეკრულება და ფული ვერ მიიღო? ფული ვერ მიიღო. გადავარდნენ ისინი. ჩვენ გავაჩერეთ, მაგრამ საინტერესო არის, რომ ეს ხდება არჩევნებიდან 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც უკვე მთელმა მსოფლიომ
ვისაც აინტერესებს და ყოველ შემთხვევაში თელმა საქართველოს მიცის რომ წესები შეიცვალა, ხალხი შეიცვალა. გადაღებული მანამდე. კი. ანუ ის ხალხი ხო დაზარავდა, ხო, პრინციპში. ის ხალხი დაზარავდა იმ შემთხვევაში თუ მათ ჰქონდათ ფუჭი მოლოდინი რომ სახელმწიფოს გამიიღებენ ამ ფულს თუ რაიმე სხვა წყაროდან ანაზღაურებენ ანუ მათ ჰქონდათ იმედი რომ მიიღებდნენ პრეზიდენტის ფონდიდან და ვერ მიიღეს გასაგებია სხვაშორის აქ საინტერესო სხვა რაღაცებიც არის მაგალითად 2011 წელს 4 მილიონი ლარი ხულიო ეგლესიასის კონცერტზე არსებობს ისეთი საინტერესო 2 მილიონ ნახევარები თითო კონცერტი რო ჯდება მე წამოგიღეთ შედარებით ეს პრეზიდენტის ფონდიდან ერიცხება თუ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან დიდი წილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოდიოდა სარეზერვო ფონდიდან ოღონდ მოგეხსენებათ რომ ფონდი თვითონ ვერ გახდება დამკვეთი ამიტომ ფონდი ურიცხავდა კულტურის სამინისტროს კულტურის სამინისტრო ატარებდა თავის ბალანსს და იურიდიულ პასუხისმგებლობას ყველანაირ ადმინისტრაციულ კულტურის სამინისტრო კი ბატონო აი მაგალითად მერიაში რომლის ამბებიც მე მოვიკითხე არის საინტერესო ტენდენცია მერია იცით თქვენ რომ აქვს თავის კულტურული პოლიტიკა მერიას ჩემი აზრით ეს არის კორუმპირებული ამ კუთხით ორგანო და არის სადადერო განცხადებები მაგალითად სადაც საბუთების ასატვირთად აძლევენ მხოლოდ 50 წუთს და მეც არა და მე იკეტება ეს ტენდერი უცნაური თანხებია თეთრებამდე დამრგვალებული უმიზედოდ არის შეწყვეტილი ტენდერები ეს არის შარშანდელი მონაცემები რომელთაც სპეციალურად დავინტერესდი და თქვენთან როგორ იქნება როგორ არის როგორ იყო და როგორ არის ახლა ეს პრაქტიკა დღესაც იგივე პრაქტიკაა მერიაში ძალიან დიდ თანხებზეა ლაპარაკი მილიონებზე ათეულობით მილიონებზე არა მაგრამ არსებულ 1000 ლარზე არის საუბარი. ეხლა თქვენთან როგორ მილიონებზე საუბარი მერიაში. კი ბატონო. სამინისტროში როგორ იყო შედარებით მარტივი სათქმელია. ალბათ ცოტა მეტი დრო დამჭირდება იმის ასახსნელად მოსაყოლად როგორ ვაპირებთ რომ იყოს. იყო როგორც მოგახსენეთ ასე ცენტრალიზებულად მიიღებოდა გადაწყვეტილებები, რომლების ქვეტექსტი ჩემი განმოსახედიდან იყო პური და სანახაობა. ამ პრინციპზე დაფუძნებული რაღაც იმპერატორის სინდრომის მსგავსიდან. დიახ. და შემდეგ უკვე ტექნიკურად ძალიან მარტივად ფორმდებოდა ეს ყველაფერი. კი. ანუ ჩართული პროცესში არ იყო არათუ საზოგადოება, არამედ თვითონ ის თანამშრომლები, სპეციალისტები სამინისტროში იყვნენ, ვისაც აზრი უნდა გამოეთქვა, კვლევა ჩაეტარებინა, თუნდაც მინიმალურ დონეზე. როგორც შინაარსობრივად თემატურად, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, ხო? ასეთ რაღაცები უმეტეს შემთხვევაში არ კეთდებოდა, აქ ახლა მე ვსაუბრობ განსაკუთრებით იმ პროგრამებზე, რომლებიც როგორც მოგახსენეთ ფონდიდან აი მაგალითად ხულიო ეგლესიას ჩამოყვანა გვინდა, ხო? ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას ხულიო ეგლესიის პროდიუსერთან? მოლაპარაკებას აწარმოებდა გარკვეულ წრეებთან დაახლოებული პირები, წინასწარ თანხდებოდნენ და შემდეგ კულტურის სამინისტროში არ მუშაობდნენ ეს პირები? ხშირ შემთხვევაში არა. და მერე მოდიოდნენ მზა თანხით? მერე მოდიოდნენ მზა პირობებით. ეს შეთანხმდებოდა სადაც საჭირო იყო თანხმობას მიიღებდნენ ასევე საერთოდ არ გლებდნენ კულტურის სამინისტროს ჩვენს ვილაპარაკებთ ნოემბრიდან ოქტომბრის კულტურის სამინისტროს ძველ შემადგენლობას საერთოდ არც ვებდნენ ამ საკითხებში უბრალოდ ეს 100-ია და გადარიცხეთ ბიჭებო ანუ საუბარი არის როგორც თანამშრომლების გათიშვიდან ამ პროცესთან ასევე ზოგადად საზოგადოების გათიშვიდან არა რა თქმა უნდა ეხლა როგორ იქნება მოდი ეხლა ჩვენ შევეცდებით რომ მაქსიმალურად ეს დემოკრატიული პროცესი ჩავთოთ კერძოდ ორ მაგალითს გეტყვით სამინისტროსთან შევქმნით კომისიებს რომლებიც ნაწილი იქნება სამინისტროს მენეჯმენტისგან და ნაწილი მესამე პირებისგან დაკომპლექტებული ასევე შევეცდებით რომ გარდა კომისიებისა მოხდეს განხილვები უკვე რამდენიმე ეგრეთ წოდებული გვალი მაგიდა ჩავატარეთ სადაც ნებისმიერი მსურველისთვის კარი ღია იყო და პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობდით და ძირითადი აქცენტი იყო რომ თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ამა თუ იმ საკითხს გასაგებია მაგრამ თქვენ ხო გაქვთ რაღაც პრიორიტეტები მაგალითად სამინისტროს აქვს ასეთი რამ გეგმაში რომ ფული დახარჯოს რაღაც ზეიმების მოსაწყობად ჩამოიყვანოს ვიღაცეები შეიძლება იმავე ინტენსივობით არა და ბათუმში რა ვიცი თუნდაც ახალციხეში ან სადმე რაღაც კონცერტი რაღაც ღონისძიება გამართოს. მოგახსენებთ ეხლავე ესეც ერთ-ერთ ძირეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული სტრატეგიის არარსებობასთან.
ანუ არ არსებობდა ისეთი არც დოკუმენტი და არც მით უმეტეს რაღაც გაერთიანებული აზრი, შეთანხმებული აზრი, თუ რითი უნდა დაეხმაროს სახელმწიფო კულტურის სფეროს. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის შეფასება, ესა თუ ის ღონისძიება ჯდება თუ არა ამ სტრატეგიაში, იმიტომ რომ თვითონ სტრატეგია არ არსებობს. ჩვენ მისვლის დღიდან, ანუ გასული წლის ბოლოდან დავიწყეთ სწორედ სტრატეგიაზე მუშაობა, მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის იოლის საქმე, მით უმეტეს, რომ ჩვენ იქ მიმდინარე პროცესების დარეგულირების და ასე ხარვეზების გამოსწორებითაც ვიყავით პარალელურად დაკავებული. სტრატეგია განსაზღვრავს სახელმწიფოს როლს და ფუნქციას ქართული კულტურის გრძელვადიან განვითარებაში. ერთჯერადი ღონისძიებები სავარაუდოდ არ იქნება გათვალისწინებული სტრატეგიაში როგორც კულტურის სფეროს მდგრადობის ან გაძლიერების კომპონენტი. შესაბამისად, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში და ისიც არა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან. უფრო იშვიათად მოხდება, ზოგადად და თქვენ ამაზე ფულს არ დახარჯავთ. არა, მე შეიძლება მაგალითი მოგიყვანოთ, სუდის შესადარია ასეთ არასერიოზულ ღონისძიებებთან, თუმცა ნუ გეტყვით, რომ არსებობს სამთავრობო კომისია, რომელიც ზრუნავდა და იზრუნებს რომ საქართველოში აღინიშნოს პატრიარქის იუბილეებთან დაკავშირებით და ჩატარდეს სხვადასხვა ღონისძიებები. ასეთ შემთხვევაში უკვე მთავრობის ფონდი და ბიუჯეტი სახსრებს მთავრობის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არა, გადაწყვეტილებას იღებს ეს სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარე რომლის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარეა. კულტურის სამინისტრომ უკვე შეიძინა დამატებითი ფუნქცია, რომ ჩვენ თითოეულ თეთრს, რომელიც ამ მიმართულებით დაიხარჯება მთავრობის ფონდიდან, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობის მიხედვით სწავლობ. ტენდერების გამოცხადებამდე შესწავლა შეიძლება დაზოგვა, რა თქმა უნდა. ან თქვენ ამ ფულს განკარგავთ. გასაგებია. არანაკლებ მნიშვნელოვანია სტიპენდიების თემა. ამბობდნენ, რომ სტიპენდიები არა სამართლიანად გაიცემოდა, სამართლიანად ვისაც ეკუთვნის იმას არ ეძლეოდაო. თქვენ გააქვთ ესეთი გაზრდა, რომ მიხვედით ნახეთ ეგეთი რამ? იცით, მე ასეთ პრობლემას ჩემს ასეულში, ასე ვთქვათ, ასეთ მთავარ პრობლემაში ვერ ვხედავ. მეც მსმენია ეს მოსაზრება, თუმცა ვფიქრობ, რომ როგორც კი სამინისტროსთან არსებული კომისიები დაკომპლექტდება, ნაწილი უკვე შექმნილია, ნაწილი იქნება, ხო? ერთ-ერთი კომისიის კომპეტენცია იქნება ზუსტად ეს, რომ შეადაროს რამდენად სწორად არის კონკრეტული პირები ამ. კი ბატონო, გლობალურად გითხავთ, კულტურის სამინისტრო, მე საერთოდ ესეთი კაცი ვარ, მე მარჯვენა და კულტურაში დახარჯვით თითოეულ თეთრს ეჭვის თვალით უყურებ ზოგადად ეს ტენდენციები. თუმცა, რა თქმა უნდა, კონსერვაცია, შენახვა, აქტუალიზაცია ძეგლებისა და არა მარტო ხუროთმოძღვრული ძეგლების, არამედ სულიერების ძეგლებისა, ეს არის ამოცანა ჩემს ერთ-ერთი მთავარი. და არა სხვა რამ, და არა თუნდაც კონცერტების მოწყობა და ასე შემდეგ. რაზე იქნება კულტურის სამინისტრო ორიენტირებული? საერთოდ ვიხრებით კონსერვაციაზე, შენახვაზე, მოვლაზე, რაც გვაქვს დოვლათის, თუ კიდევ უფრო სხვა რაღაცაზე, განვითარებაზე მაგალითად რაღაცაზე. აი თანაბრად იქნება ეს სფერო უფრო წინწავა, რომელიც მინდა დაგითანხმოთ ადამიანი და გნებავთ ქვეყანა, რომელიც წარსულს ივიწყებს, ის უკვე ვეღარც მომავალს ხედავს. ალბათ ნომერ პირველი მნიშვნელობითაც და შეიძლება რესურსის ხარჯვითაც იქნება სწორედ ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შენახვა და მოვლა. თუმცა რომ წარმოვიდგინოთ, რომ მხოლოდ ეს იყოს კულტურის სამინისტროს ფუნქცია, ხო? ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს საკმარისი არ იქნება და ძალიან შორს იქნება საკმარისი. ანუ აქ უნდა დავამატოთ როგორც მინიმუმ განვითარება. ოღონდ ეს განვითარება უნდა იყოს ძალიან კონკრეტულად სპეციფიკურად ჩამოწერილი მიმართულებით. მაგალითად, ერთ-ერთი თემა ქართული კულტურის ექსპორტის თემა, ვფიქრობ, რომ საზოგადო თანხმობას მიიღებს აუცილებლად დახარჯავთ ამაში ფულს, ანუ თქვენ ქართული კულტურის რეკლამაში დახარჯავთ ფულს? პირდაპირ რეკლამაში არა, ექსპორტში კი, ანუ ის რომ თანამედროვე ქართული კულტურა მათ შორის ტრადიციულის ნაწილიც, რომელიც შესანარჩუნებელია, ანუ იკვეთება იმ პირველ კომპონენტთან, გავიდეს გარეთ. ახალი ღირებულება კულტურული რაც შეიქმნება, გავიდეს გარეთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა მეზობლებთან, მაგრამ ასევე მთლიანად ჩვენ შევისვენებთ ახლა ცოტათი რეკლამაზე და შემდეგ გავუნდებით ვიდეოს.